სმენის დაქვეითება ყველაზე ხშირი მიზეზები რა არის? აი ასაკობრივი და უშუალოდ რამე პათოლოგია ახალგაზრდა ასაკში ასაკობრივი დაქვეითება ეს ბუნებრივი დაბერების პროცესის როგორც გრძნობათა ორგანოებს ზოგადად ხმხედველობას იქნება თუ სმენას აქვს ეს გენეტიკური ფორმა, გენეტიკური თუ ასაკობრივი ფორმა დაქვეითების, მაგრამ აი მცირე ასაკში, დაბალ ასაკში, ჩვილ ასაკებში არის ბავშვებიც დაბადებულან სმენის სიხრუით, არა თუ დაქვეითებით, არამედ სიხრუით და გეთდება ბატონიშვილს წყალობით მისი დაწყებული ოპერაციები, კოხლეარული იმპლანტაცია. ჩართულობა ქონია ბევრი მან რადიოლოგიური, კი ბატონო. ეკოლოგინას გამტარებლობის გამო და იმპლანტაციები დღესაც წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით და ფინანსებით, რაც თავიდან არ ხერხდება ახლა უკვე ეს ხელმისაწვდომია. ასე დროს ასაკი ახლა გუშინ წინ ქალბატონო 75 წლის ქალბატონმა გაიგეთა კოხლეარული იმპლანტაცია და ეს მიღწევა და გამარჯვება ქვეყნის. ეს ასაკობრივი დაქვეითება ქონდა თუ ასაკობრივი ნელ-ნელა მაგრამ ისეთ ხარისხამდე მივიდა 75 წლის ასაკში რომ სმენის აპარატი გარედან გადასაცმელი პრაქტიკულად ვერ შველოდა. 2 წლის ნახევრის ბავშვზე ორმხრივი ბილატერალური ან ორმხრივი კოხლეარული შეუსრულდა. წლის ბავშვზე 1 თვის წინ 1 წლის ბავშვზე ჩაინერგა იმპლანტი და ამდენად არის დღევანდელი სამუდამოა ეს იმპლანტი თუ განახლება ჭირდება ხოლმე? პირველი იმპლანტაცია 99-ში შესრულდა და დღემდე ფუნქციონირებს. ანუ რო ჩადგავ კი, თუ არ დაზიანდა გარეგანი ზემოქმედება. ანუ სამუდამოა, რამე თუ არ მოვუვიდა. დღესდღეობით ის რაც პრაქტიკულად პირველივე წლიდან თუ არა რაღაც გარკვეულ 1-2 წელიწადში საქართველოს ბატონიშვილს სწავლობით რო ახსენებთ მე და თქვენ ამ დიდ პროფესორს 1-2 წელიწადში ფეხი აუწყო უკვე საქართველოს. ხო. მისი წყალობით და ამდენად და აუდიოლოგიის ცენტრის ეგ ბატონი ზურაბი არის ინჟინერების და ამდენად ჩამორჩენა დროში დიდი არ ყოფილა. სოფლიოში ამ ოპერაციების დასაწყისზე საუბრობდა. შესაბამისად დღემდე ფუნქციონირებს იმდროინდელი ჩაყენებული აპარატები და ხალხ მომავალში 25 და 50 წელში რა იქნება ამაში.